ქორწინებამდე სექს, როგორც რელიგია, ასევე ქართული ტრადიციები და მენტალიტეტიც ეწინააღმდეგება. თანამედროვე ცხოვრების წესმა კი საფუძველი შეურყია ეგრეთ წოდებულ ქალიშვილობის ინსტიტუტს. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი ამ საკითხთან დაკავშირებით. ლეკითხრე არც მომხრე ვარ და არც წინააღმდეგი, მაგრამ გარკვეული ფარგლებით ყველაფერი უნდა იყოს. და დაცულია თუ არა საქართველოს ქალიშვილობის ინსტიტუტი შენი აზრით? ჩემი აზრით კი, გარკვეულწილად კი. თუ ჩვენი სარწმუნოების მხრივ მიუდგებით, სავალდებულო არის, რომ ხალი უნდა იყოს უმანკო, მაგრამ საზოგადოების მხრიდან შეიძლება იყოს რაღაცა ისეთები, რომ არ არის მაინც და მაინც სავალდებულო, კაცი უნდა იყოს მადლობელი, რომ ხალი ბარდება ქალიშვილი. და დაცულია თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი? იცი რა არის, დაცული არის ოღონდ გარეგნულად, მაგრამ სინამდვილეში ყველა არ მგონია რა, ბევრი რო იცავდეს, უბრალოდ გარეგნულად არის, აფიშა არის უბრალოდ, რომ ქალიშვილები არიან სულ ყველანი და რაღაცა ისე, მაგრამ არ მგონია 10-დან 9 შეიძლება იყოს, ერთი შეიძლება იყოს ქალიშვილი მათ შემთხვევაში. მე მგონი ეს დღეს აღარ უნდა არსებობდეს, იმიტომ რომ ძალიან მოძველებულია, ძალიან სტერეოტიპულია და საერთოდ ძალიან უაზრობა, ქალიშვილობა არ ნიშნავს პატიოსნებას. უბრალოდ ქალიშვილობა სადღაც სხვა დატვირთვა ქონდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადებები და რაღაცები იყო ადრე და მაგის გაიცავდნენ თავს, რომ თუ ქალიშვილი ესე არაფერი არ გადაგვედება და ეხა ეს აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამცავი საშუალებები არსებობს და მართლა ძალიან ცუდია რა ქალიშვილი უნდა იყოს და მე მით უმეტეს არ მესმის იმათი ვინც იკეთებს ოპერაციას, რომ კიდევ ქალიშვილი გახდეს. რას ფიქრობ ქალიშვილობის ინსტიტუტი? ჩემი აზრით ეს არის ყველა ადამიანის არჩევანი და ვისაც როგორც უნდა ისე იზავს რა. ეს არ უნდა იყოს არც ინსტიტუტი, არც არაფერი. ადამიანს თუ უნდა შვება და თუ არ უნდა არ შვება. საქართველოში იცავენ ქალიშვილობის ინსტიტუტს? თეორიულად იცავენ, მაგრამ ესე რა. თუ ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრე ხალხი უნდა იყოს ვაჟიშვილობის ინსტიტუტს. მაგრამ თუ არ არის მომხრე, მაშინ უნდა იყოს თუ არა დაცული საქართველოს ქალიშვილობის ინსტიტუტი და იცავენ. მაქანა მივიდა საქმე, მაშინ ვაჟიშვილობის ინსტიტუტს უნდა იყოს დაცული. ძალიან კარგი იქნება, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი იქნეს და ძალიან იმას ჩავაბარებდი ქალიშვილობის ინსტიტუტში, ჩემი აზრით მეც.